წყალტუბოს რაიონის მაღლაკის თემის მიწაწითელის დასახლების მოსახლეობა სასმელი წყლის გარეშეა. 120 კომლიან სოფელს წყალი ზაფხულის მერე არ მიეწოდება. მოსახლეობა წვიმის წყალს აგროვებს, ასევე გამოიყენებენ ჭის წყალს, თუმცა ბოლო პერიოდში წყალი ჭაშიც დაშრა. ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ. სარწყავი წყალი, ახლა სარწყავ წყალზე მიდის რეაბილიტაცია, კი მართალია, მაგრამ ხო შეიძლება გრაფიკით მოგვაწოდონ, დააგვპირდნენ, გეუბნებ, გვაწოდებდნენ გრაფიკით, ახლა საერთოდ შეგვიწყვიტეს. დასალევი წყალი გაკეთებულია ჩვენს ტერიტორიაზე არის მოქმედებს ჭებზე. ჩვენ გვინდა წყალი, მხოლოდ წყალი ჩვენს ტერიტორიაზე. გამოსასწრების მდგომარეობა არის. ჯერ მანქანა ყავს და მანქანი დავაქვს რაღაცას ახლა ჭების წყალი. დღეს არა არისო მანქანა და მეზობლიდან ვიმასკენი. რო დავჩესებ წვანილი, წყალი არ მქონდა და გვალვები იყო და არც მე იმას და ვერ მოგწყე ვერაფერი და ხევართ ასე დარჩენილი და წყლის პრობლემა წყალსადენიდან გამომდინარეა ჩვენთან ეს უკვე დამტკიცებულია. წყაროები დაშრა, მაგის ფაქტები არის 3 დღე ვერ გააჩერე ფაღად წყალტუბოს თუ 3 დღე რო გააჩერო ნახავთ დამშრალი წყაროები როგორ აღდგება თავის ადგილს დაუბრუნდა. ჭაზეც იქონია გავლენა რა თქმა უნდა უკვე მასიურად დაშრა წები. საქმის ყურში ჩაყენებულია ხალხი უკვე დიდი ხანია ეს პრობლემა დგას გაკეთდა მილიმარა გამოვიდა უხარისხო. ვის არ მიმართეთ ყველა ჩაყენებულია საქმის ყურში და დგას ერთი თვის უკანაც იყო მოვიდნენ აგანე გამგეობიდან და შეგვპირდნენ და ასე ისე და ერთი თვე გევიდა მის მერე და არაფერი. მაღლაკის თემის მაჟორიტარი დეპუტატი წყალტუბოს საკრებულოში თავისუფალი დემოკრატების წარმომადგენელი რატი ჟორჟოლიანი აცხადებს, რომ სოფელში წყლის ცენტრალური მაგისტრალი 3 წლის წინ გაკეთდა. თუმცა მოსახლეობის მაგისტრალზე დაერთება ამ დრომდე არ მოხდა. თვითონ ადგილობრივებიც არ არიან დაინტერესებულები იმით, რომ ხალხს რა აწუხებთ, რა პრობლემები აქვთ. საშინელი მდგომარეობის როცა არ არის სასმელი წყალი, არ არის სარწყავი წყალი, რომელიც აუცილებელი არის ჩვენი სოფლებისთვის, მით უმეტეს მიწაზე არის აქ ხალხი დამოკიდებული, ჭირდებათ სარწყავი წყლები და აქ იხედავთ რა მდგომარეობაც არის. ეხლა დაიწყეს გაწმენდითი სამუშაოები და აი ნაგვის გროვები არის, გატანილიც არ არის აქედან. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი მაღლაკის ადმინისტრაციულ ერთეულში თენგიზ ნიჟარაძე აცხადებს, რომ პრობლემის შესახებ გამგეობაში საკითხი დასმულია. მის მოსაგვარებლად კი ორი ალტერნატიული გზა არსებობს. სოფელში 60 ტონიანი წყლის რეზერვუარის დადგმა, ან წყალმომარაგების კომპანიის მიერ წყლის ცენტრალურ მაგისტრალზე დაერთება. მოლაპარაკებები საქართველოს წყალმომარაგების კომპანიასთან 2 დღეში დაიწყება. თენგიზ ნიჟარაძის განცხადებით პრობლემა მოგვარდება, თუმცა სამუშაოებს გარკვეული დრო დასჭირდება. წლების განმავლობაში ამ საკითხზე მუშაობდა სხვადასხვა ხელისუფლება, მაგრამ ვერ იქნა მიღწეული, რომ წყლის საკითხი გადაწყვეტილიყო ამ უბანს. დღეისათვის არსებობს 2 ძირითადი ალტერნატიული პროექტი გამზადებული, ერთი წყლის რეზერვუარი უნდა დაიდგეს 30 მეტრის სიმაღლეზე და ამ საშუალებით უნდა მიეწოდოს მოსახლეობას წყალი, ან და საქართველოს წყალმომარაგების წინაშე დასმულია გუბერნიის და წყალტუბოს რაიონის ხელმძღვანელობის მიერ საკითხი მაგისტრალზე ამ სისტემის მიერთებისას, რომელიც წინა წლებში გაკეთდა. დარწმუნებული ვარ, რომ ეგ საკითხი მოსახლეობას გადაუწყვეტება. მიეწოდება თუ არა სასმელი წყალი სოფელ მიწაწითელის მოსახლეობას მიუხედავად დაპირებისა ჯერჯერობით გაურკვეველია.